იმისთვის რომ რეპორტაჟის ლოგიკას და გასული კვირის ამბებს ქრონოლოგიურად მივყვეთ, ჯერ ეს კადრები ვნახოთ. 26 ივლისის ღამე ძალადობა პოლიციის მხრიდან ბანერზე 3 ასოს გამო ქუჩაში, შემდეგ კი მანდატურების მხრიდან სასამართლოში. პირველს თორნიკე თოშხუას იჭერენ. თრევა და ძალადობა წარსულში მრავალჯერ შემჩნეული მოძალადე მუნდირიანი კაცების მხრიდან 26 ივლისის საღამოს კიდევ გაგრძელდება. თუ სასამართლოს გარშემოც გავიხედავთ, სადაც უსამართლობის გადაღება აკრძალულია, თუ შევხედავთ, ვის უშვებენ ციხეში და ვის ტოვებენ თავისუფლებაზე, ადვილად მიხვდებით, რატომ გახდა ამ ქვეყანაში ცხოვრება საშიში. ამ კადრებს რომ ნახავ, რთულია არ გაგიჩნდეს განცდა. ოცნება პირდაპირ ტერორზე გადავიდა. ან იქნებ დიდი ხანია გადასულია და ეს სიძულვილისა და ძალადობის კიდევ ერთი ახალი ეპიზოდია. ჯამში რაც ხდება ისო Facebook-ის სტატუსების გამო და ტროტუარზე დგომის გამო და ეხა უკვე ხელში რაღაც წარწერების დაკავების გამო იჭერენ ადამიანებს, ეგ ბუნებრივი განვითარება არის მოვლენების. რაც ხდება ეხა ამ ქვეყანაში, საბოლოო ჯამში ბევრჯერ მithხოვზე შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო, სიტყვის თავისუფლება არის ამ წუთში ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ხელში არის დარჩენილი, ბრძოლის ინსტრუმენტს გულისხმობ, რომელთა ჩვენ ამ რეჟიმს უპირისპირდებით და მაგას ვერაფერს ვერ უზავო. სანამ სასამართლოში დაუსაბუთებელი და ცრუმოწმე პოლიციელების ჩვენებებით გაჯერებული განაჩენები დადგება, მანამდე ესეც ნახეთ, როგორც სულთ მანდატურებს სასამართლოზე დამსწრეები. აი ასეთი ძალადობრივი ქმედებები გასდევდა თან 10 ახალგაზრდა ბრალდებულის პროცესს. ძალიან ბევრი რაოდენობის აქტივისტი იყო სასამართლო და დერეფანში, ელოდებოდა დაკავებულების სასამართლო პროცესებს და ნახეთ გაღიზიანებული პოლიციელები, მათ შორის ერთ-ერთი ისეთი პოლიციელია მნიშვნელოვანი, ვინც ნუცა მახარაძე დააკავა და ის მოვიდა თავის დამხმარებთან ერთად და მატიაშვილთან გადიოდა ეგრეთ წოდებულ კონსულტაციებს. დარბაზში რაც შეიძლება მეტი პოლიციელი უნდა შეეყვანათ, უნდა დავერბიეთ დერეფანში, რომ არ გამოჩენილიყო ამდენი ადამიანი. კი, აი ეს მანდატურებიც კი ორ რიგად დააყენეს, რომ არ დაენახა დარბაზში მყოფს რამდენი ელოდებოდა გარეთ, რამდენი კომისი, იმიტომ რომ მათთვის სოლიდარობა არის დამღუპველი. კატასტროფა. მე ვერ წარმოვიდგენდი, თუ აქამდე მივიდოდა ჩვენი ქვეყანა ეს რეჟიმი კონკრეტულად. მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკას წერ და ძალიან მიყვარს ეს ჟანრი, მაინც ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი, რომ ამას მოვესწრებოდი, იმას რაც ხდება დღეს, რაც მოხდა გუშინ. ეს ახალი ტალღაა და ეს არის ისეთი გამოუვალი მდგომარეობა, რომ სანამ რაღაცა უბედურება და კატასტროფა არ მოხდება, მანამდე ეს საზოგადოება და ეს ხალხი ეთყობა ვერ გამოფხიზდება, იმიტომ რომ ყველა უმეტესობა შეყურժულია თავის ბუნაგებში, თავის სოროებში და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. საკრებულოსთან დაკავებული 10 დემონსტრანტიდან 4 მათგანის თორნიკე თოშხუას, მარიამ მეყანწიშვილის, შაკო ბაღდოშვილისა და ნატო ბოლქვაძის საქმეები მოსამართლემ გააერთიანა. მოთვინიერებულმა მოსამართლემ ყველა სამართალ დამღვევად ცნო. დიდი ხანია ჩვენთან დემოკრატია არ არის და დემოკრატია გადაიქცა ბიზნოკრატიად და ბიზნეს ინტერესების დაცვა ხორციელდება ეგეთი მეთოდებით, რომ შენი აზრის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაში ერევიან არაკონსტიტუციურად, არაკანონიერად და ნებისმიერი პროტესტის ფორმა, რომელიც მიმართულია ამ არალეგიტიმური მმართველის საწინააღმდეგოდ და წინააღმდეგობაში გამოხატავს შენქმედებას, აღიქვამენ პირად შეურაცხყოფად. მე ისევ შულმა გადამარჩინა, ადმინისტრაციულზე ვერ მიჭერენ, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ როგორც პატიმრობა მოითხოვა, მე გამაძევეს დარბაზიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ განიხილა დაკავებული ვასილ ბერიძისა და ია მელითაურის საქმეები. მისი გადაწყვეტილებით ია მელითაური იზოლატორში 5 დღეს გაატარებს. ვასილ ბერიძეს კი 5,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. წარწერა იყო გამოსახული, როგორც თვითონ იძახია სიძულვილის ენა არის, მაგრამ ეს სიძულვილის ენა რეალურად არც ჩვენ მოსახლეობას არ შემოგვიყია საჯარო სივრცეში ეს გააკეთეს ქართულ მოცემად. კიდევ 3 ბრალდებულის საქმე გააერთიანა ზვია ცეკვაომ და განაჩენი ამავე ღამეს 3:15 წუთზე გამოიტანა. მარინე ნანავა ჯარიმა 5,000 ლარი, სანდრო სეხნიაშვილი 5,000 ლარი, ლაშად გებუაძე პატიმრობა 10 დღით.
მამაგეიშვილმა როდესაც შემამჩნია, მოკლედ მის სიტყვებს მოვიშველიებ, ბიჭო შენ მოდი აქ, ესე მომმართა და შემდგომ კადრში ჩანს რომ ჩემი მმართველად გამოიქნია ხელი. შემდგომ არის ის რომ ვცდილობ ჩემი მეგობრის უკან გამოკაჩვას, იმიტომ რომ ისიც არ დაეკავებინათ და მინდოდა რომ გამომერიდებინა შეძლების დაგვარად, თუმცა ამ დროს დაახლოებით 5 პოლიციელი, მოკლედ უწვდალა და პირდაპირ მნიშვნელობით შემაგდეს დაკავების მანქანაში რა. შიშები გადალახა სხვისი და საკუთარი უფლებებისთვის და აი ამ ბანერისთვის ნოდარ წრიწიაშვილიც ციხეში წავიდა. სოლიდარობას მუდმივად უცხადებ ახალგაზრდებს. და სიტყვით. თავისუფლება პოლიტპატიმრებს ყველას. ანდროს დაბადების დღეს, მეორე დაბადების დღე ანდრო ჭიჭილაძის ციხეში. ხვალ არის? მიულოცავ აქედან ანდროს დაბადების დღეს და ხნეობას უსურვებ და მალე განთავისუფლებას ყველა უსამართლოდ დაკავებს. შესაბამისი გარემო პირობები და სხვა გზას არ დაგვიტოვებენ, არც პატიმრობის შეგვეშინდება. ჩვენი დედა ეკლესია, ტრადიციები და წინაპრების შეურაცხყოფას არავის შეუარჩენთ. ესეც ამ კვირაში იყო სადამსჯელო რაზმების ანონსი პირდაპირ ეთერში. საკუთარ ვინაობას მალავენ, სამაგიეროდ დიადი გეგმები აქვთ. დაიცვან ეროვნული სიწმინდეები, იდენტობა და ეკლესია. ჯერ მოძალადეების რაზმი შექმნეს, მერე კი თითქოს უკან დაიხიეს. ძალადობას გაიმიჯნა და ჩვენ არა ძალას ვემიჯნებითო და აბა თუ ძალას ემიჯნება, მაშინ ლაპარაკით უნდა დაიცვას, ხო? და გუშინ მქონდა მე ვნახე, რამდენიმე ჟურნალისტი თელობა რომ მას დამოლაპარაკებოდა და ლაპარაკზე უარს ამბობს და როგორ იცავს აბა სიწმინდეებს თუ ისტორიას თუ რასაც იცავს თუ ძალადობრივად არა და ლაპარაკზე უარს ამბობს, რა ფორმა არსებობს კიდე რაღაცების დაცვის მე არ ვიცი. და ეს არის ტიტუშკების გაგრძელება. უпростоოდ ეს არის რაღაცა ახალი დაჯგუფების შექმნა იმისთვის რომ ყველა დააშინონ და გაუჩინონ ადამიანს იმის შეგრძნება რომ იცი რა მე თუ რამეს არასწორად ვიტყვი და ისევ მივდივარ სიტყვის აკრძალვამდე ისევ აზროვნების აკრძალვამდე მივდივარ აი რაღაცა დაჯგუფება მოვა და გამისწორდება მყისიერად. ეს ხალხია, ვინც დაძდება ადამიანებს სადარბაზოებთან, ან დაძდებს ადამიანებს, აშინებს, ცემს. არ შეიძლება ჩვენს წმენაზე, ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს ღირებულებებზე ვიღაც ადამიანებს ვახალისოთ. როდესაც ადამიანის ღირსებას ეხები, უნდა იყო მზად, რომ დაიცავენ ადამიანების საკუთარ ღირსებას. ესეც მოისმინეთ ოცნების ყველაზე მეტად მოთვინიერებული ქალი დეპუტატი. ამ კვირის მოვლენებმა, გაუთავებელმა სასამართლო პროცესებმა, მოძალადე მანდატურებმა და კიდევ ძალადობრივი მოძრაობის ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა, სიწმინდეებისა და ეროვნულობის დაცვაზე, მერე კი ბულინგზე, რაღაცნაირად თითქოს დაგვაფიქრა, რომ ოცნების ერთმანეთზე გადაჯაჭვულ სისტემაში ნერვები ყველას დაწყვეტაზე აქვს. თითქოს ერთადერთი, ვინც ამ ქვეყანაში მტკიცია და გაუთავებელი ჩააგვრის დაკავების ძალადობისა და მუქარის მიუხედავად ნერვები არ ღალატობს, ისევ ის ხალხია, ვინც 600 დღეზე მეტია ბიძინა ივანიშვილს ხმამაღლა ეუბნება, რომ მისი დრო წავიდა.